უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ და კოორდინირებულ შორმანძილზე განხორციელებულ ოპერაციას აგრძელებს. სამიზნე რუსეთის სამხედრო, ინდუსტრიული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინული ძალები სისტემატურად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწვავის საცავებს, სამხედრო აეროდრომებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებს. ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო სპეციალური ოპერაციის ძალები და უპილოტო სისტემების ძალები ატარებენ. შეტევებში გამოიყენება შორსმოქმედი დრონები, რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები და მაღალი სიზუსტის დარტყმის საშუალებები, რომლებიც ასეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს აღწევს. საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს უკვე ერთჯერადი დარტყმების სერია აღარ არის. მათი შეფასებით, უკრაინა თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალის ეტაპობრივ შესუსტებაზეა გათვლილი. ასევე ისწავლეს, როგორ დაარტყან ყირიმის გარშემო მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა ნახევარკუნძულის იზოლაცია მოახდინონ. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის მარაგი აქვს. ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტისა და გრძელი რიგების წინაშე დგას. ვფიქრობ, უკრაინელებმა უკვე იპოვეს გამარჯვების საკუთარი ფორმულა. მათ იციან, როგორ მიაღწიონ მიზანს და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, რუსეთს ამის გაჩერება არ შეუძლია. უკრაინამ მნიშვნელოვნად გააფართოვა შორი მოქმედების დრონებისა და ორმხრივი დარტყმების საბრძოლო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები მანამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა საუბარია სრულად ახალ მასშტაბზე. სწორედ ამ ხარვეზის შევსება შეძლო უკრაინამ. ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი უპილოტო სისტემის წარმოება და შედეგად შეძლო შეტევის ზონის გაფართოება რუსეთის ზურგში. თითქმის ყოველდღიურად რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა რეგიონში ხანძრებსა და დაზიანებებს ადასტურებს. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მედიაში ვრცელდება 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში, დაზიანებულია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 40%-ზე მეტი. დარტყმები განხორციელდა 11 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, 8 სამხედრო სამრეწველო საწარმოსა და ათეულობით საწვავის საცავზე. უკრაინის გენშტაბი რუსეთის პირდაპირ ფინანსურ ზარალს 14 მილიარდ დოლარამდე აფასებს. ხოლო ბოლო შეტევის შედეგად რუსეთის უდიდესმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა. რუსი სამხედრო ანალიტიკოსებიც აღიარებენ, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსულ მედიასა და პროპაგანდისტულ ტელეარხებზე სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად. მედიაში აქტიურად განიხილავენ უკრაინული შორი მოქმედების დრონების შესაძლებლობებს და იმას, რომ რუსეთის სიღრმეშიც აღარ არსებობს სრულად უსაფრთხო ზონა. სამხედრო ბლოგერები და კომენტატორები აღიარებენ, რომ ხშირი შეტევები დამატებით დატვირთვას უქმნის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ზრდის სამხედრო ხარჯებს. ცალკეულ რეგიონებში დაფიქსირდა საწვავის მიწოდების შეფერხებებიც, თუმცა ამას რუსეთი ოფიციალურად არ ადასტურებს. ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შემდეგ რეგიონში საწვავის მიწოდების პრობლემები გამოჩნდა. ეს აჩვენებს, რომ უკრაინის დარტყმები უკვე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, არამედ სამოქალაქო მომარაგების სისტემაზეც. ეს დარტყმები მხოლოდ მატერიალურ ზარალს არ იწვევს, ისინი გვაიძულებს ქვეყნის შიგნით უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და რესურსი გადავანაწილოთ. მხოლოდ ერთ დღეში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თითქმის 1000 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ განაცხადეს. ასეთი მასშტაბის შეტევები აჩვენებს, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე იმოქმედოს და ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები გადაჭიმოს. ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეზღუდული რესურსით მუშაობს და მისი მუდმივი გამოყენება პერსონალისა და ტექნიკის დიდ დატვირთვას ნიშნავს. ამ პირობებში შეუძლებელია ყველა სამრეწველო, ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტის თანაბრად დაცვა. ბოლო დარტყმების შედეგად ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსეთის უდიდესმა გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა შეაჩერა. დაზიანდა მისი მთავარი ტექნოლოგიური ხაზები და დროებით შეწყდა ბენზინისა და დიზელის ბირჟაზე გაყიდვა. ამის ფონზე ომსკში ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებიც დაფიქსირდა. ცალკეულ რეგიონში დაფიქსირდა საწვავის მიწოდების შეფერხებებიც, თუმცა ფართომასშტაბიანი საწვავის კრიზისი ოფიციალურად დადასტურებული ამ დრომდე არ არის. მიუხედავად ამისა, რუსულ ტელეგრამ არხებზე უკმაყოფილო მოსახლეობა ვიდეოებს ავრცელებს, სადაც ისინი შექმნილ დისკომფორტზე საუბრობენ, რომელიც უკრაინის თავდასხმების გამო ბენზინგასამართ სადგურებთან არის ახლა შექმნილი.
არ არის საერთოდ აღარ არის ბენზინი, არც საწვავია. უკვე ადამიანებს საკუთარი მანქანის ავზის შევსებისაც კი ეშინიათ. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება. ერთადერთი რაც ახლა მაქვს ემოციებია. უბრალოდ მინდა ვიტირო, ვიყვირო. არ ვიცი ვის მიმართო, ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი. 43 უკვე საათი და 15 წუთია ბენზინგასამართ სადგურზე ვდგავარ. ჩვეულებრივ დილით საწვავს 20 წუთში ვასხამ. არ ვიცი ეს ორგანიზების პრობლემაა თუ სხვა მიზეზი. ყველას კანისტრები აქვს მოტანილი, თითქმის არც ერთი ადამიანი არ არის მათ გარეშე. შეიძლება მოსკოვში სიტუაცია უფრო მკაცრია. საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსების მსგავსად, უკრაინის პროგრესს ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. ექსპერტები უკრაინის სიმტკიცესა და ბრძოლის უნარიანობაზე აპელირებენ. მათი მტკიცებით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ინტენსიურმა დარტყმებმა რუს მოსახლეობას შეუქმნა დისკომფორტი და აგრძნობინა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსგავსად თავადაც ომში არიან. პროგრესი ჩემი აზრით უკრაინის გაგრძელდება, რუსეთს მისი რესურსები იზრდება, რუსეთის რესურსები მცირდება. პროგნოზირება როდის და რა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ რუსეთს ყავს სათავეში კაცი, რომლის საქციელის პროგნოზი არის თითქმის შეუძლებელი. ეს საწვავის კრიზისის პიკი ჯერჯერობით არ არის, პიკი დადგება მალე, იმიტომ რომ გარკვეული მარაგები რუსეთს ჯერ კიდევ აქვს, უბრალოდ რამდენიმე დღეში ის ამოიწურება და რუსეთი დადგება ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე. უკრაინა პარალელურად ბომბავს ყველა იმ საშუალებას, რომლითაც აწვდიან ყირიმს, საწვავს და სხვა პროდუქციას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინა ამ ოპერაციის ტემპსა და მასშტაბს შეინარჩუნებს, ომის დინამიკა შესაძლოა ეტაპობრივად შეიცვალოს. რუსეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება ფრონტის ხაზზე შეტევითი შესაძლებლობების შენარჩუნებასა და ქვეყნის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული ობიექტების დაცვას შორის. შეძლებს თუ არა კიევი ამ ზეწოლის გაგრძელებას და იქცევა თუ არა ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები, ომის მსვლელობის გარდამტეხ ფაქტორად ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ 4 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 10,000-ობით ერთეულის სამხედრო ტექნიკა, რომლის სავარაუდო ღირებულება $160 მილიარდ აღემატება. ახლა კი უკრაინა სულ უფრო მეტად ცდილობს ზეწოლა არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ რუსეთის სამხედრო ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც გადაიტანოს.